როდესაც ფიგმაში მუშაობთ, გვიწევს უამრავი ელემენტის დუბლიკაცია. შემდგომ დუბლირებულ ელემენტებში ცვლილებების შეტანა, რაც არა მარტო მოსაწყენი პროცესია, არამედ დროის ფუჭი ხარჯვაა. ამ ქაოსიდან თავის დასაღწევად ჩვენ ვიყენებთ კომპონენტებს. დღევანდელ ვიდეოში მე აგიხსნით, რა არის კომპონენტი და როგორ შევქმნათ. ამ გზით ჩვენ დავზოგავთ უამრავ დროს. მოდი განვიხილოთ მინიმალურად თუ რა არის კომპონენტი. კომპონენტი არის, ესე ვთქვათ, დიზაინ სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც განმეორებით ვიყენებთ დიზაინ პროცესში. ეს იქნება ვები, შეიძლება იყოს მობილური აპლიკაცია, ან ნებისმიერი რამ, რასაც ფიგმაში ვაწყობთ. მაგალითად, ღილაკი, ქარდი, ხატულა, იგივე აიკონი, ან ინფუტი. მე ვარ მიხეილი, ესა ჩემო აკადემიაა. მოდი ერთად ვისწავლოთ კომპონენტების კეთება. დღეს ჩვენ შევქმნით 4 კომპონენტს, სადაც ერთი იქნება აიკონების პატარა ჯგუფი, მეორე იქნება oval icon ბატონი, მესამე small ბატონი და მთავარი იქნება input კომპონენტი, სადაც რეალურად ჩავსვამთ ზემოთ ხსენებულ კომპონენტებს, შესაბამისად inputs ექნება დამოკიდებულება და სხვა 3 კომპონენტზე. მოდი დავიწყოთ თავდაპირველად აიკონების დაჯგუფებით. რა თქმა უნდა, აიკონებთან მუშაობაზე, სწორად მუშაობაზე შემდგომ ცალკეულად ჩავწერ ვიდეოს და დავალაგოთ აიკონები. შევქმნათ ამ ღილაკით კომპონენტი, სათითაოდ. ასევე რა თქმა უნდა ვიმუშავებთ auto layout-ებით და თუ auto layout-ების ვიდეო არ გაქვთ ნანახი, თავდაპირველად ჯერ უყურეთ auto layout-ების ვიდეოს, რადგან გაგიმარტივდეთ უკვე კომპონენტებთან სწორად მუშაობა. და დავა auto layout-ოთ და დავარქვათ icons. ცოტა გავუწეროთ padding-ები, რომ გამოკვეთილი იყოს. აგიმიცეთ და ფილი ჩავასხათ ფერი თეთრი. ცოტა მომგვალებაც გავუკეთოთ და აიკონები, ესე ვთქვათ, გაკომპონენტებულია და ასეთებში რო გადავიდეთ. აქ არის create in this file, შეგვიძლია პირდაპირ სახელი რაც ქვია მოვძებნოთ, close მაგალითად და გამოგვიტანს close icons. ხანდახან ფიგმა ცუდად მუშაობს ხოლმე, ასე რომ და გამოვაგდებთ. შესაბამისად, ეს არის, ესე რომ ვთქვათ, შვილობილი კომპონენტი, ხოლო ეს არის მთავარი კომპონენტი. ანუ, რასაც მთავარ კომპონენტში ვიზავთ, მაგალითად, თუ ფერს შევუცვლით, ავტომატურად ყველა შვილობილ კომპონენტს ავტომატურად შეიცვლება ფერი. ხოლო თუ შვილობილ კომპონენტს შევუცვლით ფერს და შეგვიძლია რაღაც სხვა ფერი ჩავასხოთ, სხვა ზომა მივცეთ, სხვა ესე ვთქვათ, ვიზუალი მივცეთ, მთავარ კომპონენტზე არ აისახება. და აქედან შეგვიძლია თუ რამეს შევუცვლით, reset instance დავაჭიროთ და დააბრუნებს თავდაპირველ კომპონენტის სახით. აიკონების შექმნილია, ესა მინიმალური, რა თქმა უნდა და როგორც აღნიშნე აიკონებზე მუშაობის ცალკე ვიდეოს ჩავწერ და მოდი ახლა oval icon-ზე კონცენტრირდეთ და გავაკეთოთ oval icon ბატონი. გამოვიტანოთ ერთი ნებისმიერი აიკონი კომპონენტებიდან, ან გამოვიძახოთ, აქედან გამოვიტანთ თუ დავაკოპირებთ. ნიშნულობა არ აქვს, თუმცა ბევრი კომპონენტი როცა გექნებათ და ცალკეულ ფაილში გექნებათ, რა თქმა უნდა, ასეტებიდან გამოძახება ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ასეტებში მე ვეძებოთ. და გვაქვს ესეთი კომპონენტი, რომელიც არის check icon. და დავუშვებით. რა თქმა უნდა, ისე auto layout-ში ვსვამთ. და არის სიგანე 40 პიქსელი, სიმაღლე 40 პიქსელი, რაც სრულებით მისაღები არის. ამ ეტაპზე ესეც, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია პროექტიდან გამომდინარე. ნებისმიერი ფერი აქ მომგვალება იქნება თუ დაშორება იქნება არის პირობითი, რა თქმა უნდა და
ინდივიდუალურია, როგორც თქვი, პროექტიდან გამომდინარე. ჩავასხათ ფერი, მაგალითად იები. მომგვალება გავუკეთოთ სრულად, ovali რო გახდეს და დავარქვათ oval icon button. და დავაჭიროთ ისევ კომპონენტის შექმნას. კომპონენტი შექმნილია აქაც. და აქ ესე ჩავწეროთ oval icon button. კომპონენტი მზადაა. თუმცა რა ხდება? რა თქმა უნდა, ნებისმიერ კომპონენტს ჭირდება თავისი state-ები, ვარიანტები, ესე რომ ვთქვათ, როგორიცაა, როდესაც მაუსი ახლოს მიგვაქვს hover ეფექტი, როცა დავაკლიკავთ press ეფექტი, აქტიური ეფექტი, disable ეფექტი, სკელეტონის ანამღილაკი ჩაიტვირთება და ასე შემდეგ. შესაბამისად, აქ არის ესეთი ღილაკი add variant. დავამატოთ ვარიანტი და ეს იყოს, მოდი enable ვარიანტი და property ერთის მაგივრად გავუწეროთ state. კი ბატონო, ეს იყოს, მოდი hover ეფექტი და ხო განსხვავება არის hover ეფექტს არ ვიყენებთ, ესე რომ ვთქვათ, მობილურ აპლიკაციებში, იმიტომ hover ეფექტი არა აქვს მობილურ აპლიკაციებს და მაგიდან გამომდინარე, თუ desktop რეზოლუციაზე ვმუშაობთ, hover ეფექტი აუცილებელი არის, თუ მობილური აპლიკაციის ჭრილში მუშაობთ, hover ეფექტი შეგვიძლია უბრალოდ არ დავამატოთ. და hover ეფექტი განსხვავებული რო იყოს, მოდი ცოტა ტონალობით ავწიოთ, რა თქმა უნდა. და ესე გამოიყურება, გამოვაგდოთ icon-ი და state-ი გვაქვს enable და hover. ასევე დავამატოთ აქედანვე pressed state-ი და pressed state-საც მოდი ცოტა განსხვავებული ვიზუალი მივცეთ, როცა დავაკლიკავთ, რომ მომხმარებელი მიხვდეს, რომ კონკრეტულ ღილაკს დააკლიკა. ასევე დავამატოთ, შეგვიძლია ჩვენ disable ვერსია, როდესაც ღილაკი აქტიური არ არის და ამ შემთხვევაში პირიქით გვჭირდება უფრო დაბალი ტონალობა, ესე რომ ვთქვათ. და მოდი რაღაც აი ესე ვქნათ და icon-იც ცოტა გავაფერმკრთალოთ. და ასევე შეგვიძლია დავამატოთ skeleton ვერსია, სადაც უბრალოდ icon-ი აღარ გვჭირდება და გვაქვს მხოლოდ ვიზუალი. აქედან გამომდინარე მივიღეთ ესეთი კომპონენტი. enable, hover, pressed, disable. და აქ რა თქმა უნდა შეგვიძლია პროტოტიპით გადავვალთ, თუმცა აღარ პროტოტიპზე ცალკე ვიდეოს რო ავხსნი, მანდ გავაკეთებ მოთხოველიებს. ასევე icon-ებში შეგვიძლია icon-ზე რო დავდგებით, აქ create instance swap properties დავაჭიროთ და აქ არის icon-ები, თუ რომელი არის main icon-ი და ამ შემთხვევაში over check გვაქვს, თუმცა აქედან შეგვიძლია დავამატოთ სხვადასხვა icon-ები, მაგალითად აქ როგორც გვაქვს კომპონენტები შექმნილი, აქედან დავამატოთ სხვა icon-ები, რისი გამოყენება შეგვიძლია oval icon ღილაკზე და create properties მივცემთ. ამ შემთხვევაში უკვე გვექნება ჩვენ state-ი და ასევე icon-ი. ამ შემთხვევაში, როდესაც გამოვაგდებთ უკვე icon-ს, ხედავთ, რომ გვაქვს state-ები, რომელიც state-ი გვინდა და ასევე გვაქვს სხვადასხვა icon-ის მხარდაჭერა, თუმცა ეხლა hover effect-ზე რო გადავედი, გამიქრა იქიდან გამომდინარე, რომ არ ჩამიბავს აქ სხვა state-ებზე icon-ები და ძალიან მარტივად ისევ ამ icon-ზე დაჭერთ, icon-ს მოვნიშნავთ და ნებისმიერ state-ზე რო დავდგებით, skeleton-ის გარდა skeleton-ზე არ გვჭირდება, რა თქმა უნდა. და შევცვლით icon-ს, ავტომატურად რა state-ზეც არ უნდა გადავიდეთ, მიყვება კონკრეტული icon-ი. ჩვენი oval
icon ბატონიც მზად არის. მოდი გავაკეთოთ ახლა small ღილაკი. აქედან ფერს დავაკოპირებ. ტექსტით დავწეროთ უბრალოდ button და ჩავსვათ auto layout-ში. Fill-ი გავუწეროთ. ეს ფერი რაც აღვნიშნეთ, მომგვალება გავუწეროთ. 100, სრულად მომგვალებული იყოს, თუმცა შეიძლება 12 იყოს, შეიძლება 8 იყოს, შეიძლება 16 იყოს, ესეც დამოკიდებულია პროექტზე და სტილისტიკაზე. დაშორება გავაკეთოთ small ღილაკით, რა თქმა უნდა, პროექტიდან გამომდინარე სიმაღლე რამდენი უნდა იყოს მაგაზია დამოკიდებული და მოდი მე 32 პიქსელს hard-ად გავუწერ ფიქსირებულს და არ იქნება padding-ებზე დამოკიდებული. ხოლო გვერდებზე დაშორება გავუწეროთ 12 და მივიღეთ ესეთი შედეგი. მაგრამ ჰაგზე როგორც კი გადავიყვანთ, დაბრუნება შესაბამის ზომაზე. დავარქვათ ამას small button და აქაც ანალოგიურად ვქნით კომპონენტს. ვამატებთ შესაბამის state-ებს. ეს იყოს hover-ი, ეს იყოს press-ი, disable-ი და skeleton. Skeleton-ის შემთხვევაში იგივე ფერი გამოვიყენოთ. ხოლო ტექსტი წავშალოთ. და hover-ის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოდნავ შევუცვალოთ ფერი. press-ის შემთხვევაში და disable-ის შემთხვევაში პირიქით ნაკლები ტონალობა გვინდა. მოდი ესე გავაკეთოთ. ეს იყოს, მოდი disable state. ამ შემთხვევაშიც აქ დავაწეროთ state-ი და გამოვიყვანოთ კომპონენტი. state-ები გვაქვს და ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რამ, მაგალითად საჩემო აკადემია რომ დავაწეროთ. თუმცა შეგვიძლია რომ ტექსტის property გამოვდგათ გარეთ აქ და აქედან ვმართოთ ღილაკზე რა ტექსტი ეწეროს, რომ შიგნით layout-ში შესვლა არ მოგვიწიოს. შესაბამისად, მოვნიშნოთ ყველა ტექსტი არსებული და appearance-ში გვაქვს ესეთი არა, body-ში, აი აქ ღილაკი ბატონი რო წერია, მანდ გვაქვს ესეთი icon-ი და აქ თუ გვაქვს რამე ცვლადი შექმნილი, შეგვიძლია პირდაპირ მოვშვიდოთ, თუ არა და plus ღილაკს ვაწვევით, ტექსტი ეწეროს და create property მივცეთ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა აქ input-ი, საიდანაც შეგვიძლია ნებისმიერი ტექსტი დავაწეროთ ღილაკზე. აიკონები შექმნილია, oval icon button-ი შექმნილია, small button-ი შექმნილია და გადავიდეთ მთავარზე input-ზე, სადაც slot-ად მარჯვენა მხარეს ჩავუსვამთ ამ ყოველივეს. შევქმნათ სათაური დავაწეროთ და ამ სათაურზე გავაკეთოთ auto layout-ი, რა თქმა უნდა. და აქაც მაგალითად 56 პიქსელიანი input-ი რო იყოს, გავუწეროთ ფიქსირებული სიმაღლე რო იყოს 56 და არც ქვევი წავიდეს და არც ზევი წავიდეს. გვერდებზე დაშორება შეგვიძლია გავუკეთოთ 16 პიქსელი და ჰაგი მივცეთ. ამას დავაწეროთ input-ი და ვუთხრათ, რომ შენ იყავი მარცხენა მხარეს ტექსტი, იმიტომ რომ შუაზე რო გავაკეთოთ და input-ი რო გაიზარდოს ტექსტის წამოვა შუაში, რა თქმა უნდა.
ფერი ჩავასხათ. ამასაც იები ჩავუსხათ და ჩვენი input-ი ესე რომ ვთქვათ მომგვალებაც გავუკეთოთ 16 პიქსელი და მოდი გამოვიძახოთ input-ი. ჩვენი input-ი შექმნილია, თუმცა არც state-ები აქვს, არც slot-ის მხარდაჭერა აქვს და არაფერი მსგავს. როგორ მოვიქცეთ? ჯერ დავამუშავოთ, მოდი, ერთი კონკრეტული input-ი და state-ები გავუწეროთ ეტაპობრივად. პირადად მე რამიდგომითაც ვაკეთებ ხოლმე slot-ის ფუნქციას, მასე გავაკეთებ და თქვენ როგორც გაგიხარდებათ, მე ისე გააკეთებთ. ცალკეულად ვქმნი ერთ ესეთ უბრალო ელემენტის კომპონენტს და ვაწერ placeholder. რაც ნიშნავს, რომ ამაში უნდა ჩავსვა ის სხვა კომპონენტები. წამოვიღოთ place კომპონენტი, დავაკოპიროთ და ჩავსვათ ჩვენს input-ში. მაგრამ მარცხნივ არის ეს placeholder-ი. აქედან გამომდინარე, მოდი ფაილში სათაური გავაკეთოთ ფილი, რომ ბოლომდე გაწიოს და დაშორება გავუკეთოთ input-ში ერთმანეთთან 12 პიქსელი. და რა გამოვიდა? ეხა ახლიდან რომ გამოვიყენოთ input-ი. გვაქვს ესეთი ვიზუალი, ეს placeholder-ი, მოდი აქეთ გადავიტანოთ, იმიტომ რომ ეხა აღარ გვჭირდება არაფერში. და გვინდა რომ ეხა დავამუშავოთ ეს კონკრეტული input-ი. placeholder-ზე დავდგებით და პირველ რიგში გავაკეთოთ placeholder-ის, ანუ slot-ის, მარჯვენა slot-ის გაქრობა, გამოჩენის ფუნქციონალი. აქედან გამომდინარე Hyperion-ში ამ კონკრეტულ variable-ის ამ property-ის ხილაკს ვაწვევით და ვქმნით right slots დავარქმევ, რომ მარტივად გასაგები იყოს მარჯვენა slot-ია და მოდი იყოს გათიშული. ანუ value false true ნიშნავს, რომ input-ს როცა გამოვიძახებთ, ავტომატურად ყოველთვის slot-ი ჩართული იქონდეს თუ გათიშული იქონდეს. ვინაიდან და რადგანაც ხშირად შეიძლება slot-ი არ დაგჭირდეს და ხშირად გამორთვა დაგჭირდეს, მაგიდან გამომდინარე გამორთული იყოს და თუ გამოვიძახებთ input-ს ახლიდან, აი აქ შვილობილ input-ზე ვხედავთ, რომ გაქრა ჩვენი slot-ის კომპონენტი, თუმცა გვაქვს right slot-ი. ჩართვის შემთხვევაში გაჩნდება, გამორთვის შემთხვევაში გაქრება. თუმცა ეხლა მოდი დროებით ჩავრთოთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ slot-ში ჩვენ რაღაცების ჩალაგება გვესაჭიროება და გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. გამოვიძახოთ აიკონი, გამოვიძახოთ oval icon ღილაკი და გამოვიძახოთ small icon ღილაკი. ესენი არიან შვილობილი კომპონენტები, თუმცა ეხა ჩვენ რადგანაც გვინდა რომ ეს შვილობილი კომპონენტი ჩავდოთ სხვა კომპონენტში, აქედან გამომდინარე კომპონენტს ახლიდან ვეღარ გავაკომპონენტებთ და აქედან გამომდინარე ვსვავთ ისევ auto layout-ში და padding-ებს უწერ ნოლებს. თუმცა გასათვალისწინებელი ფაქტორი არის, რომ ზომები უნდა იყენოს აუცილებლად ჰაგზე, რომ ჩაჯდება slot-ში დინამიური იყოს დაშორებები, ზომები და სწორად მოერგოს. დავარქვათ icon slot-ი. ესეც ჩავსვათ auto layout-ში და გავუწეროთ ნოლები და დავარქვათ ამას oval icon slot-ი. არა, oval icon ბატონი. და ესეც გავა auto layout-ოთ და ესეც ჰაგებზე გადავიყვანოთ აუცილებლად და დავარქვათ ბატონი. ეხა ის მთლიანად დავა auto layout-ოთ, შუაში მოვაქციოთ, 16-ები გავუწეროთ და ეხა ეს იყოს input slots. და დავდოთ გვერდით. თითეული ეხა შიგნით შეხვალთ, ხედავთ რომ კომპონენტია, მაგრამ ხო გარედან აღარაა კომპონენტი. აქედან გამომდინარე, გარედან უნდა გავაკომპონენტოთ ახლიდან ეს ჩვენი კომპონენტები, აი აქ ფილზე გადაკეთდა და აუცილებლად გადავჩეკოთ, რომ ჰაგზე გადაკეთდეს, ესეც გავჰაგოთ
და ესეც გავაკომპონენტოთ. გვაქვს input slot-ები და გვაქვს input-ი. რა ვშობით ეხლა შემდგომ. დგებით კონკრეტულ slot-ზე და აქ როგორც აიკონები დავამატეთ oval icon ღილაკში, ანალოგიურად ვაწვევით properties დამატებას და მთავარი იყოს placeholder-ი. თუმცა ჩამონათვალში placeholder-ების ჩამონათვალში საერთოდ არ გვჭირდება რომ placeholder-ი გვიჩანდეს. აქედან გამომდინარე წავშალოთ და დავაჭიროთ პლუსი. ქვევით ხედავთ რომ input slot-ების ცალკეული ფაილი არის შემავალი. შევდივართ და ნიშნავთ. სამი კომპონენტი დამატებულია, create components მივცეთ და მოდი ამ სახელი instance-ის მაგივრად დავაწეროთ slot-ი. ანუ გამოვიდა რომ input-ს როცა გამოვიძახებთ, right slot-ის ჩართვის შემთხვევაში გამოდის placeholder-ი და placeholder-ში უკვე გვაქვს სხვადასხვა კომპონენტების ჩასმის შესაძლებლობა. ეს 40 რატო დარჩა? იქიდან გამომდინარე რომ oval icon-ია, თუმცა ეხა oval icon-ი და input-ის ფერი ერთმანეთს ემთხვევა და მაგიტო კონტრასტში საერთოდ დაიკარგა და მოდი oval input-ი უბრალოდ stroke-ზე გადავიყვანოთ და ფერი წაუშალოთ, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს ყველაფერი. აქვს მსგავსი კომპონენტი. კი ბატონო. ეხლა რა ვშვებით? ჩვენ გვინდა რომ oval icon-ში, აი შიგნით რო შევიდეთ, ხედავთ რომ გვაქვს სხვადასხვა state-ები და გვაქვს icon-ების მხარდაჭერა. თუმცა მაგის ეგეც რომ მოვაგვაროთ და პირდაპირ იმ კომპონენტზე რო დავდგებით და აქ ვქონდეს მაგის მხარდაჭერის შესაძლებლობა, ვშვებით შემდეგს. შევდივართ შვილობილ ესე რომ ვთქვათ კომპონენტში და აქედან ვეუბნებით რომ create აი oval icon-ის property გამიკეთე. და input-ზე დადგამის შემთხვევაში პლუსზე დაჭერით nested instance-ის აწერი შემთხვევაში placeholder-ში რაც კი დამატებული არის, მოგვაქვს. აქედან გამომდინარე oval icon-ი რო ავირჩიეთ, რაღაცა არასწორად გამოვიდა ფაქტია. ღილაკის შემთხვევაში გაქრა, oval-ის შემთხვევაში გაქრა. კაი, მოდი დავუბრუნდეთ უკან. და ესე არ გვინდა. არა, ეგრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ კაი, მოდი ცოტა დავფიქრდეთ, როგორ გამოდის. ეს მოდის აქედან, აქედან გამომდინარე. ეს უნდა გავაკეთოთ სწორია. oval, კი ბატონო. და წამოვიდა. მაგრამ არა, აშკარად არ არის ეგ სწორი. კი ბატონო, აქ არ უნდა გამერინკა, თვითონ აი აქ ეს წავშალოთ, მოდი. აქედან. მაიცა წავშალოთ, ხო. შიგნით არა, თვითონ ეს კომპონენტი რო შევქმნით, თვითონ ამ კომპონენტზე შიგნით როგორც ხედავთ არის oval icon ბატონის შვილობილი მთავარი კომპონენტი, საიდანაც მოდის, ხოლო ესაა ცალკეული კომპონენტი და აი აქედან უნდა დავამატოთ ჯერ property-ში რო დავდგებით პლუსით nested და წამოვიღოთ oval icon ბატონი, ხოლო აქ რო დავდგებით ესეც წავშალოთ და აქ რო დავდგებით, ახლიდან შევდივართ, placeholder-ს ვირჩევთ და ამ შემთხვევაში უკვე slot-ის არჩევის შემთხვევაში უკვე გვაქვს წვდომა კონკრეტული შვილობილი კომპონენტის property-ებზე, პარამეტრებზე. შეგვიძლია შევცვალოთ როგორც icon-ები, ასევე state-ები. ასევე გავაკეთოთ
ბატონზეც დავამატოთ აქედან small button-ის პარამეტრები გავაყოლოთ და აქ რო გადავირჩევთ უკვე ბატონს, გამოჩნდება ბატონის პარამეტრებიც. და ასევე გავაკეთოთ, ასევე ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ აიკონში ცალკეულად არის და არ არის ცალკეულად, ესე რომ ვთქვათ, ჩამატებული სხვა აიკონები. თუმცა შეგვიძლია იქ პრობლემაც მოვაგვაროთ, მაგალითად ეს აიკონი ავირჩიოთ main აიკონად. გავაკომპონენტოთ. ძალები მივცეთ, ჰაგებზე აყენია და დავარქვათ აიკონის. რასაც გავაკომპონენტებთ და მოდი აი ეს წავშალოთ აქედან, ეს წამოვიღოთ და ჩავსვათ ახალი. და ესეც გავაკომპონენტოთ, ავტოლეიაუთოთ, დავარქვათ აქედან icon და აქ გავაკომპონენტოთ. შესაბამისად აქედან დიდი ალბათობით ამოიშლებოდა და ახლიდან დავამატოთ icon-ი, ხოლო ამ icon-ში დავამატოთ შიდა ამ icon-ში დავამატოთ მაიცადე არა, ვერ დავამატებთ. ეს property-ებია. აი აქედან. ამ აიკონში შევდივართ შიდა შვილობილ აიკონში, რომელიც მოდის ამ აიკონებიდან და ვირჩევთ როგორც აქ წამოვიღეთ, სლოტში წამოვიღეთ სხვადასხვა სლოტები, აქაც უნდა წამოვიღოთ ცალკეულად აიკონები და დავარქვათ icons. შევქმნით property და აი ეს აიკონი აქედან გვაქვს ნებისმიერ აიკონზე მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე ეს უკვე შვილობილი რადგანაც არის ამისი, უკვე წესით გაჩნდა და წამოვიღეთ აიკონი და აქაც უკვე თუ ავირჩევთ icons, ქვევით უკვე გვაქვს აიკონების ჩამონათვალი, თუ რომელი აიკონის ჩასმა გვინდა კონკრეტულ slot აიკონში, icon slot-ში. კი ბატონო, ეხლა რა დაუბრუნდეთ, უკვე შექმნილი არის slot-ი თავის enable state-ით და ეხლა დავამატოთ ვარიანტები ამ კომპონენტს. Slot-ი მოდი დავუმალოთ, იმიტომ რომ დროებით არ გვჭირდება, ან პირიქით იყოს იმიქიდან გამომდინარე, რომ რაღაცების ჩამატება მოგვიწევს და დავამატოთ ვარიანტი. და ვარიანტი იყოს მეორე typing-ი. როცა ჩავდგებით input-ში. ამ შემთხვევაში სათაურთან ერთად გვჭირდება მეორე ტექსტი, ოღონდ typing-ისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დავაუტოლეიაუთოთ ესეც, იმიტომ რომ მეორე რო დავადუპლიკატეთ ტექსტი, გვერდზე ამოვიდო. აქედან გამომდინარე, ეს ორი ცალკეულად უნდა დავაუტოლეიაუთოთ და გავუწეროთ, რომ იყოს ქვევით. დაშორება 12 პიქსელი არ გვჭირდება იყოს 2 პიქსელი. და რა თქმა უნდა ერთნაირი ტექსტი არ გვჭირდება, იმიტომ რომ input-ში როცა ჩადგები და main title-ია წერია, გექნებათ ნანახი ეგეთი input-ი, იმიტომ რომ input-ს ძალიან ბევრნაირი ვარიანტი აქვს და სხვადასხვანაირად იყენებს ნებისმიერი კომპანია. თუმცა როცა შეგნით წერია, პატარავდება და ზევით ადის. აქედან გამომდინარე, მოდი გავუწეროთ 11 პიქსელი. და semi-bold აღარ იყოს და იყოს რეგულარი. თვითონ ეს ფონტიც მოდი ცოტა გავზარდოთ, თავარი რაც არის და ასევე რასაც ჩავწერთ, უნდა იყოს ეს. კი ბატონო და ასევე typing-ის დროს აი ის არის რაც არის, რომელიც ციმციმებს, მოდი ეგეც გავაკეთოთ ცალკეულად. ჯერ ზომა ვნახოთ, რამდენი გვჭირდება, არის 21, თუმცა თვითონ ტექსტი არის 10 სიმაღლის და გავაკეთოთ 10
1-ზე, ეს მოვამგვალოთ, ნოლები გავუწეროთ, იყოს გვერდ ამოვდოთ და ამ შემთხვევაში, როცა ორ ელემენტს ვნიშნავთ და ესე ვარიანტების დამატება რო არ იყოს, გავაკეთებთ create component sets, სადაც ავტომატურად ჩავარდება ორი კომპონენტი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ხო ანუ არა ცოტა ინტერაქციულ ანიმაციურზე წავედი, იქიდან გამომდინარე, რომ გამჯდარი მაქვს. ხშირად როცა ამიწევს კომპონენტებთან მუშაობა და თქვენთვისაც კაია, რა თქმა უნდა, ესეთი ჭრილმანი დეტალების გავლა. მოდი opacity გავუწეროთ ახლა ამ კომპონენტს 0, ანუ რო არ ჩანდეს და გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. პროტოტიპით გადავაბათ. Outer delay გავუწეროთ. Smart ანიმაცია და ესეც ანალოგიურად outer delay პროტოტიპის ვიდეოებიც რა თქმა უნდა. თუ ამ ვიდეომდე არ დევს დაიდება, თუ ამ ვიდეომდე დევს უყურეთ აუცილებლად. გამოვიტანოთ, გადავიდეთ დიზაინში, გამოვიტანოთ და ვნახოთ საერთოდ როგორ ფუნქციონირებს, ან ფუნქციონირებს თუ არა ეს ციმციმე. გავუშვათ. გაიმთრინაზე არ მინდა შრიფტი და სპეისინგით არის პატარა mobile ვერსიის ან desktop ვერსიის პატარა ფანჯარის და ხედავთ, რომ ციმციმებს და ეფექტი აქვს ტაიპინგის, როგორც მობილურებში აქვთ ხოლმე. ან ნებისმიერი desktop-ზე. და გვინდა რომ ამოვდოთ ამის გვერდით. მაგრამ რა თქმა უნდა, ქვევი ჩავარდა და მოდი ესეც დავაუტოლეიაუთოთ, გავუწეროთ გვერდით, გავუწეროთ ცენტრში და დაშორება იყოს 4 პიქსელი. ან 1 პიქსელი რომ ახლოს იყოს. ცოტა მე მგონი სიმაღლე ძალიან პატარა არის და სიმაღლეები გავუზარდოთ, მოდი 14 პიქსელამდე. თუმცა უკვე ქვევი ჩამოვარდა, არა ქვევით არ ჩამოვარდა. თვითონ ეს კი გაიზარდა, მაგრამ უნდა გავცენტროთ. გარე კონტეინერი არ გაიზარდა, ესე რომ ვთქვათ, რომ გავა კომპონენტები. ხო შეიქმნა კომპონენტი და თვითონ კომპონენტის სიმაღლე არ გაიზარდა და თვითონ ის ელემენტი რაც ამ კომპონენტში ზის, მხოლოდ ეგ გავზარდა და მაგითო გამოიწვია წინაზე ჩამოვარდნილი რო იყო ქვევით. კი ბატონო, შეგვიძლია ტაიპინგის დროს ეს ტექსტი უბრალოდ წავშალოთ და არ იყოს. არა, ესე არ გამოვა. ტექსტი დარჩენილია, მაგრამ არაფერი არ წერია. კი ბატონო, შემდეგი state-ი დავამატოთ. field, უკვე შევსებული state-ი, სადაც ტექსტში გვჭირდება უკვე ჩამოვშალოთ. ტექსტში გვჭირდება უკვე მაგალითად საჩემო აკადემია. ხოლო უკვე აი ეს typing line აღარ გვჭირდება, შეგვიძლია მოვხსნათ, ასევე ეს admit layout-იც მოვხსნათ. command shift GT ვაკეთებ ხოლმე მე, თუმცა შეგვიძლია remove auto layout-ით გავაკეთოთ command shift, არა, option shift 8-იც ყოფილა, არ ვიცოდი, არა, frame-ად გადააკეთა. command shift G. მინდა მე. კაი, აქ ვერ პოულობ, თუმცა shortcut-ებს თუ მიეჩვევით, ბევრად უფრო სწრაფად იმუშავებთ. command shift G-ით გავაკეთოთ. გვაქვს ესე იგი enable, გვაქვს typing-ი, გვაქვს field-ი.
typings მოდი დავუმატოთ border-ზე სხვა ფერი ცოტა, რომ მიხვდეს მომხმარებელი, რომ input-ში ჩამდგარი არის. სტილისტურადაც მნიშვნელოვანი არის ეგ. და ასევე disable state-იც დავამატოთ. disable state-ში არის, არა, ეს ვარიანტი მოდი ჯერ არ გვჭირდება, წავშალოთ. და აი ეს ვარიანტი დავამატოთ disable. სადაც ტექსტი გავაფერმკრთალოთ და მომხმარებელი ხვდება, რომ ეს input-ი არის disable. კი ბატონო. გავშვებით შემდგომ. ხო, აქაც რო გადმოვიდეთ. შვილობილში აქაც state-ი დავუწეროთ. შვილობილში რო განმოვიდეთ, ხედავთ, რომ გვაქვს შესაბამისი state-ები. თუმცა input-ს როცა ეხება საქმე, input-ში S4 state-ი სრულებით არაა საკმარისი. თვითონ ეს კომპონენტი მოდი ჩავსვათ layout-ში, რომ მარტივი იყოს დამატება. და მოდი hover effect-ი გამომჩა. hover effect-იც დავამატოთ. და hover effect-ზე მოდი fill-ი მივცეთ, ძალიან მკრთალი. და stroke-იც მივცეთ. ცოტათი მუქი. კი ბატონო. გვაქვს ესე იგი enable, hover-ი, typing-ი, fill-ი და disable. თუმცა რა ხდება ეხლა? input-ი იმდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ შიგნით შემავალი ინფორმაცია შეიძლება დაერორდეს, შეიძლება არ დაერორდეს. აქედან გამომდინარე გვჭირდება error state-ებიც. შევქმნა დავადუპლიკატოთ input-ის enable state-ი და დავაწეროთ error enable და გავაწითლოთ stroke. რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც დაერორდა ამ input-ში. ასევე შეიძლება დაგვჭირდეს error field-ი დავაკოპიროთ stroke-ი, რა შეყვანილი ინფორმაცია არის არასწორი და მივიღეთ მსგავსი state-ები. თუმცა ვინაიდან და რადგანაც ერორდება, მომხმარებელს ყოველთვის უნდა უთხრათ უკავშირი თუ რის გამო ერორდება. თუ რა თქმა უნდა სერვისები გვაძლევს მაგის შესაძლებლობას და შეგვიძლია რომ უთხრათ. აქედან გამომდინარე, დასაწყისში არ მქონდა ეს ყოველივეში მოაზრებული, მაგრამ რადგანაც input-ს ვაკეთებთ, შემდგომ ერთი კომპონენტი გავაკეთოთ კიდე და უბრალოდ დავაწეროთ text. და კომპონენტიც იყოს შესაბამისად text-ი, უბრალოდ text-ი. აქედან გამომდინარე, გვაქვს text-ი და მოდი ესე რომ ვთქვათ, ამ text-ს მივცეთ ჩაშლა input-თან, შეიძლება გამოიყენოს საინფორმაციო დანიშნულებით ტექსტი და შეიძლება გამოიყენო error-ის დანიშნულებით. აქედან გამომდინარე, მოდი შევქმნათ რამოდენიმე ვარიანტი. დავამატოთ ვარიანტი და ეს იყოს state-ი. ეს იყოს default-ი მოდი. ეს იყოს error ნეგატიური state-ი. ეს იყოს პოზიტიური state-ი, ეს იყოს ინფორმაციული state-ი. და იყოს, მოდი, warning and pending state-ი. შესაბამისად, pending-ზე გამოვიყენოთ most appeals from მოყვითლო.
ინფორმაციურზე გამოვიყენოთ ცოტა რაღაცა ესეთი ლურჯოში გადასული, პოზიტიურზე გამოვიყენოთ მწვანე, ნეგატიურზე გამოვიყენოთ წითელი და დეფაულტი იყოს თეთრი. ეს ტექსტიც რო გამოვიტანოთ, ხედავთ აქ state-ებს და მოდი ეხა ვინაიდან რადგანაც რო გამოვიტანოთ ჩვენი input-ი გვაქვს state-ები, typing-ი, field-ი, disable არა. ეხა ვეჩავასწორებ. disable, hover, error, enable, error field. და გვინდა რომ ეს ტექსტიც იყოს ამ ყოველივეს ნაწილი. უბრალოდ დავაკოპიროთ და აქ ცოტა მეტი ჩართულობა მოგვიწევს ახლა. enable, რადგანაც უკვე არის თვითონ auto layout-ი და ეს არსებულ კომპონენტში გვინდა რაღაცის დამატება, აქედან გამომდინარე, ისევ უნდა ეს ყოველივე ცალკეულად შიგნით რაც არის დავა auto layout-ოთ და ამის property-ები უნდა გადავცეთ იმას, რომ აქ კიდე დამატებით input-ი ჩავამატოთ. ნუ, რა თქმა უნდა, თუ წინასწარ გამამზადებთ ყველაფერს, ამას თავს ავარიდებთ, თუმცა რადგანაც კომპონენტებს ვეხებით და ცოტა ესე ვთქვათ, რთული საკითხი არის თავიდან, მაქსიმალურად ყველანაირი გზით მინდა რომ დაგანახოთ კომპონენტთან მუშაობის სტილისტიკა და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს რო გაიაზრებთ და ყველაფერს როცა ისწავლით, შესაბამისად მსგავს რაღაცებს თავიდან აიცილებთ. Command Option CT copy properties გავაკეთეთ და framer 3 რაც არის Command Option with გადავცეთ ანალოგიური ესე რომ ვთქვათ property-ები. აქედან გამომდინარე, აქ უკვე აღარ გვჭირდება ეს მსგავსი property-ები და რა თქმა უნდა აღარც throw-კი აღარ გვჭირდება. ეს გავაკეთოთ 56 სიმაღლე, თუმცა უკვე გარე კონტეინერი ეს enable გავხადოთ hug-ი. იქიდან გამომდინარე რომ დავაკოპიროთ ეს კონკრეტული კომპონენტი და ჩავსვათ უკვე enable-ში, გვერდზე ჩაჯდა, თუმცა ჩამოვაგდებთ ქვევით, იყოს მარცხნივ და დაშორება იყოს 4 პიქსელი, თუმცა ცოტა რა ცუდად გამოიყურება, იმიტომ რომ ტექსტი აქეთ არის და პლუს ამას აქ მომგვალება. შეგვიძლია ეს ცალკეულად ტექსტ კომპონენტი გავა auto layout-ოთ და აქედან გავუწეროთ მაგალითად 12 პიქსელი, ან 16 პიქსელი რო ზუსტად დაემთხვეს და ამას ცოტა მოდი დავუპატარავოთ ფონტის ზომა 13 იყოს. კი ბატონო. Fill-ი გავაკეთოთ, თვითონ აი ეს კომპონენტი, თვითონ ტექსტით fill-ი იყოს და ამ შემთხვევაში რა ვშვებით? რომ გამოვაგდოთ ეს კომპონენტი, ვხედავთ რომ გვაქვს enable, typing-ი, fill-ი, disable, hover-ი და ასე შემდეგ ყველას შესაბამისი state-ი, რა თქმა უნდა, ისევ ადგილზე რჩება. თუმცა გვაქვს ესეთი რაღაცა. მოდი ამ კომპონენტს framework-ის მაგივრად დავარქვათ bottom slot-ი და გავაკეთოთ right slot-ი გვაქვს, დავაჭეროთ bottom slot. აქედან გამომდინარე შვილობილ კომპონენტს უკვე გაუჩნდა property, საიდანაც ვუთიშავთ და ვურთავთ. აქედან გამომდინარე, იმიტომ გავუწეროთ hug-ი, რომ ეს სიმაღლე დინამიური იყოს და edge to edge იყოს დასაწყისიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ამას რო გავუწეროთ, მაგალითად ეხა როგორც 91 წერია და ფიქსირებულზე გადავიყვანოთ, ნახავთ რომ
თუ ჩართული არის მშვენიერია, თუ გავუთიშავთ, მაინც 91 რჩება სიმაღლე. აქედან გამომდინარე, მოდი ახლა მე გადავული ამას ყველაფერს, როგორც ამაზე გავაკეთე და ამ მონაკვეთს ავაჩქარებ და შემდგომ გავაგრძელოთ. იბატონო, დავასრულე. ყველა უკვე ერთნაირად არის და რომ გამოვიტანოთ ჩვენი თავარი კომპონენტი, ვხედავთ რომ გვაქვს ჩვენი state-ები შესაბამისი და ასევე გვაქვს ქვედა slot. ვინაიდან რადგანაც error-ზე ძირითადად გვჭირდება წითელი ფერი, მაგ შემთხვევაში გამოვიყენოთ ნეგატიური. და ასევე შეგვიძლია არ შეგვიძლია. მაშინ როგორც აქ აიკონზე გავაკეთეთ, რომ ცალკეულად შემოვიტანეთ slot-ში, ცალკეულად slot-ში უნდა შემოგვეტანა და შემდგომ უკვე წამოვიღებდით კონკრეტულ ფერებს და მაქედან გამომდინარე. თუმცა დიდად აქ გვჭირდება რეალურად საინფორმაციო და გვჭირდება error page. Page იყო და error state. კი ბატონო. გვაქვს ესე იგი state-ები, გვაქვს right slot-ი. Right slot-ში მოდი ჩავსვათ ხილაკი და გვაქვს bottom slot-ი. თუ ავირჩიოთ მაგალითად enable errors, ხედავთ რომ გაწითლდა როგორც ტექსტი, ასევე stroke. ეხლა რა ვშვებით? როგორც ხილაკზე გავაკეთეთ, რომ შეგვიძლია ნებისმიერ ტექსტი ჩავწეროთ, მოდი ანალოგიური გავაკეთოთ. მოვნიშნოთ თვითონ ტექსტები და ამ ტექსტში გავუწეროთ property helper text. ანუ დამხმარე ტექსტი, ესე ვთქვათ, input-ისთვის. რომ გამოვაგდოთ. არა, არ გამოჩნდა. არ შემიქმნია body-shit. helper text-ი მოვნიშნეთ და გავაკეთეთ helper text create. ძალიან საინტერესოა, რატომ არ ქმნის სათითაოდ სადად არა ეს აშკარად რაღაც ხვაშია საქმე. დავაბრუნოთ უკან სათაურშიც აი აქ შექმნილია. აქაც არა. აქ არ არის შექმნილი. საინტერესოა რატომ მოდი აქ შევქმნათ helper text-ი და თითოეულ ტექსტს მივანიჭოთ აქ helper text-ი და ამ შემთხვევაში ეს არის ტექსტი, აღჭირდება ამ შემთხვევაში
ტექსტი წამოვიღეთ და კომპონენტ 2 რას ქვია? ხო, აი გამოჩნდა. ანუ თავარ კომპონენტში უნდა შევქმნათ და წამოვიღოთ და დავაკავშიროთ შემდგომ უკვე input-ის კომპონენტს და კომპონენტ 2 რა არის? მოდი გავიგოთ. არსად არ ჩანს არაფერი. კომპონენტ 2 არც არა, კომპონენტ 2 ყოფილა ეს. რეალურად არ გვჭირდება კომპონენტ 2. კი ბატონო, helper ტექსტი გამოტანილია და მოდი გავაკეთოთ სათაურები მოვნიშნოთ, მხოლოდ სათაურები და გავაკეთოთ სათაურებში title შევქმნათ და აქ ხედავთ, რომ სათაური გამოჩნდა. აკადემიის სახელი მაგალითად და შეიცვალა. რას თეიძეც არ უნდა გადავიყვანოთ. ვინაიდან და რადგანაც აკადემიის სახელი ქვია სათაური, აქ სათაურზე გვაქვს გალინკული ერთმანეთთან, ესე რომ ვთქვათ. და ასევე გვჭირდება ეხლა ჩვენ typing-ის შემთხვევაში აქ რო ტექსტი გვაქვს, აი ეს ტექსტი და ეს ტექსტი რო გავლინკოთ ერთმანეთთან და დავარქვათ მაგალითად კონტენტი, რასაც შევიყვანთ. და კონტენტში იყოს, მოდი გაწერილი აქედან კონტენტში მაგალითად გავწეროთ უბრალოდ ტექსტი დავარქვათ. აშკარად title-ს რატო დავუკავშირდა? title არ გვინდა, ჩვენ გვინდა კონტენტი. აქედან გამომდინარე, typing-ის შემთხვევაში გვაქვს ესეთი ვიზუალი, ტექსტს წავუშვით და გვჭირდება ესეთი ვიზუალი. field-ის შემთხვევაში, typing-ის შემთხვევაში შევიყვანეთ მაგალითად აკადემიის სახელი საჩემო აკადემია და field-ის შემთხვევაში გვაქვს მსგავსი ვიზუალი. კი ბატონო, ეხლა მოდი როგორც right slot-ზე ვქენით, ანალოგიური გავაკეთეთ bottom slot-ზე და მოდი ეხლა აქედან გავუთიშოთ right slot-ი იყოს false, bottom slot-ი იყოს false. და მივიღეთ შესაბამისი input კომპონენტი, რომელსაც აქვს თავისი state-ები. ასევე თუ ჩავთავთ მარჯვენა სლოტს, გვაქვს მარჯვენა სლოტში არსებული ელემენტები და რა ელემენტსაც ავირჩევ, გვაქვს შესაბამისი property-ები, პარამეტრები და ასევე გვაქვს bottom slot-ი, დამხმარე ტექსტი. მოდი bottom slot-ში აქ ტექსტი იყოს, თუმცა text 2 ერქვას text 2 არ არის არანაირი პრობლემა. კი ბატონო. თუმცა ერთი რაღაცა არის კიდე typing-ის შემთხვევაში, რაც გამომეპარა, გვჭირდება ჩვენ typing-ის შემთხვევაში სწორი UX-ი რო გამოვიყენოთ, ესე რომ ვთქვათ, წაშლის აიკონი. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოდი გამოვაჩინოთ მარჯვენა სლოტი ისე, typing-ის შემთხვევაში უბრალოდ
შიგნით ჩავამატოთ x-ი. მოდი დავაპატარავოთ 16 და 12 პიქსელზე და იყოს 12 პიქსელი დაშორება და მოდი ამასაც ხო ეს იქნება მხოლოდ ტაიპინგის შემთხვევაში. რო გამოვიყვანოთ გავუთიშოთ მარჯვენა სლოტი და მივიღებთ მსგავს ვიზუალებს. ჩავურთოთ ყველაფერი, დავაუტყლეიაუთოთ, რომ კარგად გამოჩნდეს. გავუწეროთ 32 პიქსელი დაშორებები, გავაკეთოთ ჰაგი, შიგნით. მოდი სტატიკურად გავუწეროთ 275 პიქსელი და ერთმანეთთან დაშორება გავუწეროთ 16 პიქსელი. placeholder-ში ჩავსვათ ხილაკი. აქ ჩავსვათ მაგალითად oval icon-ი, აქ ჩავსვათ icon-ი. ესეც ჩვენი input კომპონენტი. გავუშვათ და ვნახოთ. კი, შავი მიტოა რომ თვითონ ამაში არაა შვილი ჩასხმული. და ვხედავთ. აქაც, მაგრამ აი ნახეთ, აქ რაღაცა პრობლემა არის, დიდდება, პატარავდება. რა ხდება? აქ შევიხედოთ. ეს სწორია. ეს უკვე ძალიან დიდია. დავაპატარავოთ და გავუშვათ ახლიდან. ესეც გასწორდა და გვაქვს input-ის ყველა საჭირო state. ნუ რა თქმა უნდა, ისე ვიტყვი რომ პროექტიდან გამომდინარე შეიძლება კიდე სხვა state-ები რაღაცა დაგჭირდეთ, თუმცა კომპონენტის აწყობა ხდება ასე და ამგვარად.